მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს პალტრანიუსის ეთერით, ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე პალტრანიუსის გვერდს თუ მოძებნით და ასევე YouTube-ზე თუ მოძებნით პალტრანიუსის არხს. გერმანიის ელჩს ამოეწურა თავისი ვადა და დატოვა საქართველოს პეტერ ფიშერმა. იცით, რომ პეტერ ფიშერის მიმართ არც თუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას და ფაქტობრივად ყველა მაღალი თანამდებობის გამოეხმაურა და პეტერ ფიშერს, ასე ვთქვათ, ლანძღვა და ქოქოლა გააყოლეს გერმანიაში. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა დამშვიდობების გარეშე ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30 წლიანი პარტნიორობა დაანგრიაო. ის ამბობს, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ალბათ ნიშანდობლივია ეს ყველაფერი. ის არ დაემშვიდობა არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა, არც პრეზიდენტს დაემშვიდობაო. პეტერ ფიშერი სამაგიეროდ ქართულ ხალხს დაგვემშვიდობა, მან იქზე დაწერა ასეთი რამ ქართულ ენაზე, სხვათა შორის ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად, auf Wiedersehen, ასე დაგვემშვიდობა გერმანიის ელჩი. თუმცა როგორც გითხარით, ქართული ოცნების ლიდერებმა მას ქოქოლა გააყოლეს უკან. ირაკლი ზარქოა წერს, მეტი რა უნდა ვთქვათ, კარგად იყოს, ასე დაამთავრებს ყველა, პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეცო. ირაკლი კობახიძემაც არ დააკლო. პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის. იმედია ეს ყველაფერი შეიცვლებაო. ნახოთ, შეიცვლება თუ არა. ხო, ახა კალაძეს არ ჩამორჩა. ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მოკლედ, ყველამ თავისი სიტყვა დააწია. ნახოთ, შეიცვლება თუ არა ახალი ელჩის შემთხვევაში ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა და იყო თუ არა ეს მხოლოდ ელჩზე დამოკიდებული. ალბათ ხვდებით, რომ ეს ელჩზე არ არის ბუნებრივია დამოკიდებული და ეს არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე დამოკიდებული. სამაგიეროდ საქართველოს ხელისუფლებას კარგი ურთიერთობები აქვს შუა აზიის ქვეყნებში. ირაკლი კობახიძე მოიარა ტაჯიკეთი, ახლა ყირგიზეთში იყო, შემდეგ მანამდე უზბეკეთში იყო, ახლა გვამცნო, რომ შეიძლება სულ მალე ჩვენთან საქართველოში თურქმენეთის ელჩი ჩამოვიდეს და ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამას ბუნებრივია ახლა ოპოზიციიდან მოყვა საფრი გამოხმაურებები. მოკლედ, ქართული ოცნების პოლიტიკაზე და საგარეო, ასე ვთქვათ, ვექტორებზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში და ბუნებრივია ასევე შიდა პოლიტიკასაც შევეხებით. ჩვენი პირველი სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი, რომელსაც მივესალმებით. გამარჯობა, ბატონ გია. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ აიათოლას დასაფლავებაზე ვიზიტით. როგორ ფიქრობთ, პრობლემაა ეს თუ არც ისენ პრობლემაა, როგორც ამას ოპოზიცია ხატავს? არა, ბუნებრივია პრობლემაა, იმიტომ რომ ირანის ისტორია არ არის დასრულებული. ხვალდაზეგ შეიძლება ისე ომი დაიწყოს, ხო? ყაველაშვილი არ ჩარჩეს საერთოდ ირანში, ხო? ისე არ მოხდეს, რომ ფრენები შეჩერდეს და ირანში დაჭირდეს და დარჩენა, ხო? ესეც არის გამორიცხული. რაც შეეხება თვითონ ამ ეგრეთ წოდებულ ვიზიტს სატირალში, ხო? სატირალში და ეს ამ ტირილის სცენები ჩვენ ფონიჭალაშიც ვიხილეთ, ძალიან ისეთ სურათი იყო. არც თუ ესე ვთქვათ, მაინც და მაინც დალაგებული. ერთის მხრივ ეს არის კობახიძის ხუმრობა, ხო? ეხლა მას ეს კომპლექსები გამოუმუშავდება ხოლმე, თვითონ რო იყო იქ ირანის პრეზიდენტის დასაფლავებაში და დასაფლავებას წასული, ეხლა თავისი უარესი ხო უნდა ვიღაცა იყოს და ეხლა აგზავნეს ამას ყაველაშვილს, ხო? თავისმაგერად. რომ ყაველაშვილი მასზე უარე, ხო, ერთხელ თვითონ იყო უკვე და შესაბამისად. ქილიკი მასზე რომ შეწყდეს და აქცენტები გადავიდეს ეხლა ყაველაშვილზე, რომ ეხლა კობახიძეს ვიზიტი რომ დაავიწყდეთ სატირალში და ეხლა ილაპარაკოს ყველა ყაველაშვილზე, ხო? ეხლა გასაგებია რა პოლიტიკაც ტარდება, გასაგებია ამ ვიზიტების ანატომია საერთოდ, ხო? ფაქტობრივად ეს ესე რომ ვთქვათ, მარშრუტი
კობახიძის მთლიანად ჯდება იმ სტრატეგიაში, რაც რუსეთს აქვს, ხო? რაშია ეს რუსეთის სტრატეგია, რომ მისი ამოცანა, ხო, სტრატეგიული ამოცანა ხო არ არის მხოლოდ უკრაინის დაპყრობა, ხო, თუნდაც ნაწილის დაპყრობა, მისი ამოცანაა სტრატეგიული, რომ აღადგინოს მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი და პრინციპში ჩათვალეთ, რომ საბჭოთა კავშირში აი იმ მომავლის საბჭოთა კავშირის ფარგლებში მოძრაობს კობახიძე. და უკვე წინასწარ ესე რომ ვთქვათ, ამზადებენ აი ამ რაღაც ესე რომ ვთქვათ, რაღაცას გამოაცხადებენ ბოლოს თუ რა ტიპის კავშირი იქნება, ხო, იმ არსებულ ხელშეკრულებებს დაეყრდნობა, დაუშვათ DST იქნება ეს თუ სხვა პოსტსაბჭოთა ინსტიტუციები თუ რაღაც ახალს მოიფიქრებენ. Ну, განზომილება, ესე რომ ვთქვათ, შესანიღბად ყველაფერი ამის ალბათ არის. შეიძლება ასეთ კავშირში აღმოჩნდეს კვლავ საქართველოზე ვლაპარაკობთ, ხო? Ну, აქეთ მიდის ყველაფერი, აბა ეხა სხვა კავშირში ვერ აღმოჩნდებით, ხო? ფაქტობრივად კომპასი შეატრიალა, ხო? ჩვენმა ხელისუფლებამ დასავლეთიდან გადაიტანა ვექტორი აღმოსავლეთზე, ხო? აღმოსავლეთზე თან პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთზე, აქ სხვაზე აღარაფერზე აღარ არის ლაპარაკი, ხო? ბოჭორიშვილის განცხადება ვნახეთ ჩვენ ეგრეთ წოდებული მულტივექტორული დიპლომატიის შესახებ, ანუ მულტივექტორული პოლიტიკის შესახებ, რაც არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკური ვექტორი არის დასავლეთზე მიმართული ევროსტრუქტურებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე. ამ დროს ფაქტობრივად საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და ახმოვანებს ხელისუფლების ახალ პოლიტიკას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და რაც პირდაპირ საფუძველია ჩემის აზრით საკონსტიტუციო სარჩელის. რომელიც არ ჩანს, ხო? ეხლა ეს ოპოზიცია ერთმანეთის კენკლაობაში რო არიან დაკავებულები, რას აპირებენ ძალიან მაინტერესებს. ხო, რატო არ აქცევენ ამას ყურადღებას? იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ ფაქტებია დადებული, ხო? პირდაპირ ფაქტებია დადებული, რომ ხელისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ანუ თავის იმ მანდატის ფარგლებიდან გადის, რა მანდატითაც ის, არჩეულ იქნა დაქირავებული იქნა ხალხის მიერ, ხო? შესაბამისად, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და ეს აუცილებლად უნდა გახდეს საკონსტიტუციო თანხმობის საგანი. ხო, ბევრი ქართულოცნის მომხრე წერს, რომ ეხლა შუა აზიასთან პარტნიორობას რატო იწუდებთ, იქიდან ტვირთები უნდა წამოვიდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ასე. აი ეს არის შენიღბვა. აი ნახეთ რა ხდება, ხო? რითი ნიღბავენ ამას ყველაფერს. ეს არის აი ზუსტად აი იმ ხალხზე მიმართული, ეხლა ხო არ იტყვია რეალური გეგმა რაშია და ამიტომ ვითომ ეხლა საქართველოს ცდილობს რომ აღადგინოს ეს დასავლეთ აღმოსავლეთის ის და გახდეს რაღაც გეოპოლიტიკური ფუნქცია დაიბრუნოს, ხო? რომელიც საკუთარივე შეცდომებით, საკუთარივე დანაშაული ქმედებებით დაკარგა ცოტა ხნის წინ, ეხლა ანაკლია რომ აშენებული ყოფილიყო, რა თქმა უნდა ეს ეჭქვეშაც არ იქნებოდა. ეხლა ქმნიან ახალ ილუზიას, რომ თითქოს ეხლა იქ დადის კობახიძე, რომ ესე რომ ვთქვათ, ეს კავშირები აღადგინოს საქართველოში, მოხდეს რაღაც ხაბის, ხო, აი ამ ენერგეტიკული იქნება თუ სხვა ტიპის ტვირთების ხაბის ორგანიზება, რა ძალიან სასაცილო და არასერიოზული თემაა, ორი მიზეზით, ხო, ჯერ ეს ერთი ზანგეზურის პროექტი გაჩნდა ამასობაში და ზანგეზური სამწუხაროდ ძალიან სერიოზულად აკარგვინებს საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ ფუნქციას. გარდა ამისა, თუ გამჭოლ ტარიფზეა ლაპარაკი, გამჭოლი ტარიფი არ გამოვა, ჩვენ მქონდა ამის მცდელობა, სხვა შორის მე რკინიგზის დირექტორი ვიყავი 2004-2005 წლებში, ხო, ერთ-ერთი კორპორატიული მართვის დირექტორი და მე და ლევანი ვცდილობდით, რომ რაღაც წინასწარი ზონდირება მოგვეხდინა იმის, რომ აი ეს ესე რომ ვთქვათ, აი ეს დერეფანი აგვიმუშავებინა სრულფასოვნად, ხო? ყველა თავის კომპონენტი, ცენტრალური აზია, კასპიის ზღვის პორტები, აზერბაიჯანის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზა და საქართველოს პორტები. და რაღაც გამჭოლი ტარიფი გავეკეთებინა ისეთი, რომელიც კონკურენტული იქნებოდა დაუშვათ იგივე ჩრდილოეთ
მარშრუტთან, მაგრამ ეს არ გამოვიდოდა მაშინ და არ გამოვა დღესაც. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი შეფუთვა, მორიგი ილუზიის შექმნის. გამჭოლი ტარიფი რას ნიშნავს ბატონო გია? გამჭოლი ტარიფი ნიშნავს იმას, რომ ერთი ლოგისტიკური სისტემა რო შექმნილიყო, ხო, რომ აი დაუშვათ იგივე თურქმენეთიდან ფოთის პორტამდე ერთი ტარიფით. დღეს როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? იცით, რომ თქვენ რო გინდა დაუშვათ თურქმენეთიდან იქ მიტანა თქვენ შუამავლის მეშვეობით, ლოგისტიკური კომპანიის მეშვეობით უნდა იმასკენ შესაბამისად ეს ღირებულება ძალიან იზრდება და ეს შუამავალი ცალ-ცალკე აფორმებს ხელშეკრულებებს მე იქ თურქმენეთის რკინიგზასთან, ყაზახეთის რკინიგზასთან, პორტებთან ცალკე, ანუ რამდენიმე კონტრაქტი, ანუ რამდენიმე ტარიფის ჯამი გამოდის და ეს მე კონკურენციას სრულიად იმას ვერ უწევდა. ამ დროს შესაძლებელია კონსორციუმი გაკეთდეს ქვეყნებს შორის, ერთი კომპანია გაკეთდეს, რომლის დამფუძნებლები იქნებიან ჩვენი პორტები, ჩვენი რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზა, კასპიის სანაოსნო, იმ ქვეყნების რკინიგზები, ხო? და ერთიანი ტარიფის ფარგლებში მოხდეს ეს ყველაფერი და ტარიფიც დგინდებოდეს ისეთი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა, ესე რომ ვთქვათ, კონკურენტ მარშრუტებთან, მაგრამ ეს არ გამოდის იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში საქართველოშიც კორუფციულია ეს სისტემება რა, იმ ქვეყნებში ყველა ამ რგოლს აქვს თავის სალარო რა. ტარიფი შედგება როგორც თეთრი გადასახადიდან, ასევე შავი გადასახადიდან. და იმისთვის რომ ეხა გამოვიდეს ეს დერეფანი, კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს ევროპასთან, ხო, ეხა ევროპაში უნდა წავიდეს ეს ტვირთები. არ ვიცი ეხა საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ევროპა პრაგმატულად იმოქმედებს. ეხა არა, საქართველოს ხელისუფლება ესე ფიქრობს, კი, ჩვენ მამაძაღლები ვართ, მაგრამ ტვირთები ხო უნდათ და მიიღებენ, მართლა მიიღებენ ტვირთებს, ეხა ტვირთებზე უარს ხო არ იტყვიან, შეიძლება ჩვენ უარს გვეუბნებიან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მაგრამ გამოყენებით გამოგვიყენებენ ეხა აზერბაიჯანთან რა არ თანამშრომლობენ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანზე საერთოდ არ ლაპარაკი ევროკავშირზე, თვითონ აზერბაიჯანს არ უნდა ევროკავშირში. მაგრამ თანამშრომლობა არსებობს, ხო? ორი ტიპის თანამშრომლობა არსებობს ქვეყნებს შორის. ეს არის პარტნიორობა, ხო, რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი ამოცანაა, რომ პარტნიორები გავხდეთ და იმ სამყაროს ნაწილი გავხდეთ და რასაც არ გვევს ხელისუფლება და არის მეორე ტიპის რა, რომ ურთიერთ სასარგებლო რაღაც კონკრეტული თემების განვითარება, ხო? მაგრამ კუდრაჩობილია ეს პროექტი, არ გამოვა ამ პროექტიდან არაფერი, მე ეს კარგად ვიცი ეს თემა, კობახიძეზე ბევრად უკეთესად ვიცი, ხო? ხო და მაგრამ ილუზიის შესაქმნელად რომ ვითომ ამაზე მუშაობენ, სიამდვილეში რას მუშაობენ, არაფერს არ მუშაობენ რა. სუტყუილია ეს ყველაფერი არის ჰაერი, არაფერი არ ხდება რეალურად, ხო? ხო, თუმცა რეალურად ეს არის მოსკოვის პირდაპირი ანირიბი დაკვეთა, რომ რაღაცა რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკება დაიწყონ ახლა ერთმანეთთან თანამშრომლობა რა, აბა რო აღდგება კაცო რაღაც სინქრონულად ხო უნდა მოხდეს ეს ყველაფერი რა. ამასთან გვაქვს საქმე, მეტი არაფერი. ეხლა ის კიდე სატირალში წავიდა, სატირალში ეხლა ქორწილში ამათ არავინ არ ეპატიჟება, ხო და სატირალში დაპატიჟება არ არის საჭირო და სატირალში დადიან. ევროპაში ყველა ჯამთელად არის, ხო? სხვამიზეზით ვერ მიდიან და ეხა სატირალის მომენტი არ დაუდგა. თან ევროპაში ამათ ჭირისუფლებას მაინც და მაინც აღარ ცნობენ უკვე რა. არ ჯერათ რომ ესენი ჭირისუფლები შეიძლება იყვნენ და აი ამ უბედურებაში არიან რა. ხო, ევროპაში ერთი უნგრეთში დადიოდნენ. ევროპაში ერთი უნგრეთში დადიოდნენ და იქაც ნუ აღარ გამოდის. ხო, იქაც ვეღარ დადიან, ხო. აი ესეთ შავდრეში არიან, მაგრამ თუმცა საქართველოს ხელისუფლებას აქვს ეს მთავარი სატრაბახო რაც აქვს, ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა და ისინი ამბობენ რომ აი ჩვენ მაინც ვახერხებთ ამ ყველაფრის მიუხედავად. აი რაც შეეხება მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ხო, ეხლა რა არის, იცი, აი კომპეტენტური საუბრები უნდა იყოს რა ამ თემებზე, ხო? იმიტომ რომ ისინი აბოლებენ და ეს ოპონენტები ვერაფრით ვერ პასუხობენ. ბიჭო, ჩავშალოთ, რაზე ვსაუბრობთ, რა ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ხო? დიდი ბოდიში, მაგრამ ძირითადად სად იქნება სამუშაო ადგილები და სად წყდება სოციალური პრობლემები. ეს ყველაფერი წყდება ეკონომიკის რეალურ სექტორში, ხო? ანუ სადაც იქნება დამატებითი ღირებულება. სადაც შემოდის გადასახადები და ასე შემდეგ. აქ ჩვენ ზრდა არა გვაქვს. ზრდა ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი, ხო,
რაც გასაშუალებული მერე ქმნის რაი 6.9%-იან თუ რამდენი პროცენტიანიც არის ზრდას, ეს არის IT სექტორი, ხო? დიდი ბოდიში, მაგრამ IT სექტორიდან განსახადები შემოდის პრაქტიკულად 0. ანუ ეს არის მოგონილი ის კომპანიები, საერთაშორისო კომპანიები, რომლის ხარჯზე ჩვენ ამ ზრდას გვაჩვენებენ, საქართველოში განსახადებს არ იხდიან. არ იხდიან და რა ის ეკონომიკურ ზრდაზე გველაპარაკებიან? ეკონომიკურ ზრდას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის საბოლოო ჯამში კონვერტირდება სოციალურ კეთილდღეობაში, ხო? აი რა აზრი აქვს ეკონომიკურ ზრდას? თუ მე მაცივარში ხვალე უკეთესად არ მექნა საქმე და ამ დროს უარესდება ყოველდღიურად. ერთი კვირის წინ ბალიღი და 25 ლარი რაზე ვლაპარაკობთ, ხო? და რა ხელფასები და რა პენსიები აქვს ხალხს, ხო? ეს ხო კარგად ვიცი. ხო და რეალურად სოციალური სტატუსი საშუალო სტატისტიკური ქართველის კი არ ესე რომ ვთქვათ იზრდება, არამედ მცირდება, უფრო ღარიბდება ადამიანი. და ეკონომიკური ზრდა ქაღალდზე ხო არ უნდათ ადამიანებს, კაცო, საკუთარ ჯიბეზე, საკუთარ კუჭზე, საკუთარ მაცივარზე უნდა იგრძნო, ხო? და აი პირიქით პროცესი მიდის. მაგრამ მთელი ეს პროპაგანდა რისთვის არის, იცით, იმის არის, რომ ყველა ადამიანს უთხრა, რომ ბიჭო, შენ კი ხარ ცუდად, მაგრამ სენსიბილო ყველა კარგად არის. პროპაგანდის ამოცანა რა არის? ამ პროპაგანდის ამოცანა არის, რომ უმრავლესობას მუდმივად უმტკიცონ, რომ ის არის უმცირესობაში. ანუ ტელევიზორთან ადამიანი რო ზის და რო უყურებს, რომ აი და იბერია გაფრთხინდა და ასე შემდეგ, მას ეუბნებიან, ბიჭო, შენ ხარ იდიოტი, შენ ხარ უსაქმური. და ეგდე მან ტელევიზორთან თორე შეიძლება ყველა კარგად არის. ხმა არ მოიგო. ხო და ესეც ფიქრობს, ბიჭო, ეთქობა მე ვარ მართლა ესეთი ესე რომ ვთქვათ, არაფრის მაგ ცოტა რთული მისაღწევი პროპაგანდა ეხა შეიძლება დააჯერო, რომ ევროპაში ძალით ათხოვებენ კაცებს ან რაღაცა სხვა რაღაცა უფრო მარტივად დააჯერო, მაგრამ მე მაცივარს რო გამოაღებს, ეგ ცოტა რთული მისია. კი, მაგრამ მუშაობს. კი, მაცივარს რო გამოაღებს, მაგრამ ჩუმად რატომ არის, იცით? იმიტომ რომ გონია, რომ თვითონ არის ცუდად, თორე სხვები კარგად არიან. იმიტომ რომ აჩვენებს ეს პროპაგანდა ვიღაცას გამოიყვანენ, აუ რა კარგად არის, აბა იმას შეხედეთ, აი იქ რაღაცა შენდება. და ეს კაცი ფიქრობს, ბიჭო, ჩუმად ვიყო ჯობია, თორე მე რო ხმამაღლა რაღაცა ვთქვა, მეზობლები ჩამქოლავენ, იმიტომ რომ მეზობლები კარგად ცხოვრობენ. ესე გონია, და თითო კაცა სამზარეულოში გამოკეტვა არის, ესე რომ ვთქვათ, პროპაგანდის ამოცანა და ნუ ეხა გარკვეულ სეგრეხა ჩემზე და თქვენზე ეს კი არ მოქმედებს, მაგრამ არიან ადამიანების ძალიან დიდი წრე, აი ესე რომ ვთქვათ, საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რომელსაც მოქმედებს ეს ყველაფერი. და ეფექტის მომცემია, ხო? ეს ტექნოლოგიები ხო დღეს არ არის მოგონილი, კაცო. ასობით წლის განმავლობაში დახვეწილი, დამუშავებული ტექნოლოგიებია, ხო, ზემოქმედების, ტვინების გამორეცხვის და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ ჩვენში ეს პოსტსოვიეტიკუსი ისე ძლიერი გენი აღმოჩნდა, რომ უცბად იფეთქა რა. იფეთქა და აი ესეთი შემოbrunება მოგდა. ბიჭო, ისე ჩანს რომ ეს ევროპისადმი მხარდაჭერა რაღაც ზედაპირული იყო თითქოს, ხო? რადგან ყველა ევროპას უჭერდა ოპოზიციას ხელისუფლებას და როგორც კი ხელისუფლებას პროპაგანდა ამუშავა, რომ ევროპა ცუდია, არ უნდა რაღაც ამოვიდა ზედაპირზე ეს ყველაფერი. აი, ბევრს ისიც ჯერა, რომ გერმანიაში ეკონომიკა არის ეგ გაუბედურებული. ეკონომიკური ვარდნა კატასტროფაში არიან, ძალიან ცუდად არიან. ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეხა აი ეს კონსტრუქცია ხო სრული აბსურდია. თვითონაც ხო იციან თითქოს. იმიტომ რომ გერმანიაში ვიღაც მათიანი მუშაობს, რომელსაც დაუშვათ 5,000 ევრო აქვს ხელფასი, ხო? ხო, ვიღაცას რაღაც ეს ხო იციან, მაგრამ მაინც ეჭვიებარებათ რა, ბიჭო, რაღაცა იქ ცუდად არის ჩვენ და ამ დროს ყველა იქ გარბის იქ კარგად არიან. თვითონ ცუდად არის, მაგრამ პროპაგანდისტული წნეხი ამ ადამიანებს აი ზომბირების მდგომარეობაში გადაყავს. ამას ემატება ის, რომ უკანალი აქვს დასაცავი, კაცო. უკანალი აქვს ევროპიდან ხო ეს გარყვნილება მოდის, ხო? როგორც კი ევროპა შემოვა, ეს ხო
ბიჭო, აი ეს LGBT თემა ძალიან ბევრ საქართველოში გადამდებ დაავადებად მიაჩნია, აი პროპაგანდა მიმდენ იქნა, რომ ჰაერწვეთოვანი გზით გონიათ უკვე რომ გადადის. და როგორც კი რაღაცა ევროპული რაღაცა შემოვა საქართველოში, ხო კაცები გახდებიან ქალები და ქალები გახდებიან კაცები მეორე დღეს. ვირუსი გონიათ, ვირუსი. კი ბატონო, ხო. ამაში დარწმუნებულები არიან. აი ვინც ამ თემაზე პედალირებს, იმიტომ რომ ეხა აი საღ გონებაზე ყოფ ადამიანს როგორ შეიძლება მიაჩნდეს რომ თუნდაც აი გეი პარადის გამო ვიღაცა ხვალე ბოდიში და გეი გახდება. აი მითხა აი რა უნდა გქონდეს, რა უნდა გედოს თავში რომ ეს გეგონოს რა. ხო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ მუშაობს ეს თემები მშვიდობის თემა და კიდევ ბევრი სხვა თემა. მადლობა დიდი ბატონო გია გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიახ. კარგი, ნახავთ. მადლობა ბატონო გია გადაცემაში მონაწილეობისთვის. გია ხუხაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ შემდეგ სტუმარი არის ანი ქავთარაძე, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. მოგესალმებით. ანი. და თქვენთან ერთად ძირითადად ელენე ხოშტარიას შესახებ მის ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ. თქვენ იყავით შეხვდით ასე ვთქვათ პენიტენციური სამსახურის უფროსს ელენესაც შეხვდით. დიახ, გუშინ კი ბატონო, ჯერ გითხარით მისი ჯანმრთელობის შესახებ და მერე გითხარით თავიდან რატო აჭიანურებდა და ეხლა როგორ მიიღეს გადაწყვეტილება მისი ვივამეთში გადაყვანის შესახებ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მივესალმები სინდისის პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებს. გუშინ დიახ, პირველად მოვინახულე მე ელენე, მას შემდეგ რაც ის დააკავეს და ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, ვინც მანამდე ნახა და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. და დიახ, გაუარესებულია მისი დაავადებიდან გამომდინარე. ჩვენ კიდევ ერთხელ ქალბატონმა მაკამ უკვე მეორედ გასინჯა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი აქტია, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ის დიაგნოზი დადგენილიყო, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ საუბრობდით და დადასტურდა, დიახ, იმიტომ რომ არაერთი სახსრის ანთება აქვს ელენეს, ასევე შესაბამისობაში არის მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიასთან, რომელიც 19 აპრილს აქვს გაკეთებული, მისი ტკივილები და ის კლინიკური ნიშნები, რომელიც მას აქვს გამოხატული, სწორედ არის დამახასიათებელი იმ დაავადებისთვის, რომელთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ეჭვი. მას აქვს ტკივილი, შეიძლება ითქვას განგრძობითად, მუდმივი ხასიათის, ზოგჯერ უფრო ძლიერი, ზოგჯერ მცირე, მაგრამ ფაქტობრივად გამუდმებული ხასიათის ტკივილი, რომელიც განაპირობებს ასევე ღამით მის გაღვიძებას, უჭირს დაჯდომა, ანუ ერთ რაღაც პოზიციაში ყოფნა განგრძობითად რამდენიმე წუთის მანძილზე ფაქტობრივად ვერ ჩერდება და ცდილობს რომ მოძებნოს ისეთი პოზიცია, სადაც ნაკლებად ეტკინება და ალბათ ყველა დამეთანხმება რომ თუ კი ადამიანს ტკივა და მით უმეტეს აი ასე ერთიანად შესაძლებელი იყოს კომპლექსურად არაერთი სახსრის ტკივილი, რომელიც მართული არ არის, ეს არის ტანჯვის და წამების ტოლფასი და ვერ იქნება ეს ტკივილი მართული ადეკვატურად თუ კი დაავადების მკურნალობაც არ მოხდა პარალელურად და ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან ხისტად მოგვეთხოვა ელენეს გადაყვანა სტაციონარში, ვინაიდან მკურნალობა, რომელიც მას ესაჭიროება, თავისთავად ითხოვს იმას, რომ ელენეს ჩაუტარდეს არაერთი კვლევა, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე სამკურნალო საშუალებები, მაგრამ თავის მხრივ მას არაერთი გვერდითი ეფექტი აქვს და თუ კი წინასწარ არ განსაზღვრავ ასე ვთქვათ, რისკის ზონებს ორგანიზმში, შესაძლებელია მკურნალობის დაწყების შემდეგ უკვე ამ მიმართულებით გართულდეს მდგომარეობა. და ეს ყველაფერი შეუძლებელი არის ციხის პირობებში. მაგრამ სერიოზული პრობლემა. დიახ, ეს არის აუტოიმუნური სისტემური დაავადება, რომელიც შეიძლება ითქვას უკვე რომ დადასტურებულად დიაგნოსტირებულია, რომელსაც ესაჭიროება საკმაოდ ისეთი რთული პრეპარატებით მკურნალობა და ამის დაწყება ციხის პირობებში გამორიცხულია. და რატო ჯიუტობდა თავიდან ციხის ადმინისტრაცია? ხო ისე ამბობდა რომ თითქოს არანაირი პრობლემა არ იყო და ასე შემდეგ. მე მგონია რომ აქ ორი რაღაცა შეიძლება იყოს, ორი ფაქტორი. მე სულ ვფიქრობ ამ ბოლო პერიოდის მანძილზე რაშია საქმე. ერთი არის გულგრილობა და მეორე არის უცოდინრობა და რომელთანაც არ უნდა გქონდეს ჩვენ საქმე,
ორივე ძალიან მძიმეა პაციენტთან და პატიმართან მიმართებით. პატიმართან მიმართებით, ვინაიდან ეს რომელიც არ უნდა იყოს, რომელი ფაქტორიც არ უნდა იყოს, მთავარი აქტორი აზიანებს ჯანმრთელობას ადამიანის და შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის მანძილზე, რაც დაუზიანდა უკვე ელენეს და რაც იქნება შეუქცევადი, შეიძლება ითქვას, ცალსახად რეჟიმის პასუხისმგებლობის ნაწილია და დღევანდელ დღემდე ასეც რჩება, მანამ სანამ ის არ დაიწყებს კვლევას და მკურნალობას. რატომ მაკეთებდა ამას? ხო, აი ეს პასუხი მაქვს, მე სხვა არ მაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ზერელედ უყურებდა გულგრილობის ნაწილში, მაგრამ ასევე გამოტოვეს, გარკვეულ კვლევებს უკეთებდნენ და მე სულ აღნიშნავ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რაღაც რანდომულად გარკვეული კვლევები ჩატარებული აქვს, მათ შორის რევმატოლოგის კონსულტაცია დისტანციურად აქვს არაერთხელ ჩატარებული, აქაც მქონდა კითხვის ნიშანი, თუ რატომ არ მოინახულა კონკრეტულმა სპეციალისტმა ადგილზე და ხელით არ გასინჯა პაციენტი, როდესაც დოკუმენტაციაში აღწერს, რომ აი გაუარეს და ქონდა ვიდეო ჩართვა, უარესად ტკივა, უფრო ცუდად გადაადგილდება, მეტად აქვს შეზღუდული მობილობა სხვადასხვა სახსარში და ასე შემდეგ. და ამის მიუხედავად არც პენტენციურმა სამსახურმა თავად არ მოითხოვა ექიმის ადგილზე მისვლა. ეს დაავადება ციხეში დამზივდა, ციხის პირობებში. მე მგონია, რომ ელენეს ანამნეზი ყველასთვის ცნობილია, 2024 წელს ის სტაციონარში იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, ყველა მიცის ეს, იტარებდა ხანგრძლივად მკურნალობას. იქ რა დიაგნოზით დაისვა რეაქტიული ართრიტის, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო წინაპირ, უბრალოდ საწყისი ეტაპი აღნიშნული დაავადების. თავად ეს გამოხატულება კლინიკური ნიშანი, რომელიც 19 რადიოლოგიური ნიშანი, რომელიც 19 აპრილს იქნა ნანახი მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიაზე, უბრალოდ ჩვენ ვნახეთ იმ დასკვნაში. როდესაც საბუთები მივიღეთ და აღწერილი აქვს რადიოლოგს, ვერ გეტყვით, ეს იყო ციხეში შესვლამდე უკვე გაჩენილი თუ ციხეში შესვლის შემდგომ, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი დაწყებული იყო და შემდეგ უკვე გაფართოვდა კლინიკური სურათი და მიიღო ის სახე, რაც მიიღო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მოძრაობდა სამედიცინო სამსახური დიაგნოზ გულისხმობ ამ შემთხვევაში, სადაც უარყოფით პასუხებს იღებდნენ ანალიზებში და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ის დიაგნოზი ელენეს არ აქვს და რეალურად, როდესაც ჩვენ გამოვითხოვეთ ეს საბუთები და უკვე დავიწყეთ მათთან კომუნიკაცია, მათი არგუმენტაცია იყო, რომ აი ეს ყველაფერი უარყოფითია და მას ეს დაავადება არ აქვს და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა დიაგნოზთან გვაქვს საქმე და ამის გარდა კლინიკური ნიშნებიც ამაზე მეტყველებს, მაგრამ როდესაც ისინი ამ უარყოფით პასუხებს იღებდნენ და თან ელენეს ტკიოდა, აი ამის ცდილობდნენ, რომ გარკვეულწილად წარმოეჩინათ ისე თითქოს ეს კლინიკური ნიშნები არ არის ისეთი ძლიერი, ის მაინც გადაადგილდება და გარკვეულწილად რაღაცნაირად თითქოს გაზვიადებული არის. დიახ, თან ეს ყოვლა წარმოუდგენელია ელენ ხოშტარიას მხრიდან, რომელიც მე მიმაჩნია, რომ საშუალო სტატისტიკური ქალის ტკივილის ღურბზე ბევრად უფრო მაღალი აქვს ტკივილის ღურბლი, იმიტომ რომ როგორც ექიმს და ანესთეზიოლოგს, იმიტომ რომ დარბევების დროს ის და ნანა მალაშხია ცდილობდნენ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა გამოეტაცათ გედედეს თანამშრომლებისგან დეკემბერში და მას მოტეხეს ხელი ელენეს და ნანა მალაშხიას ცხვირი მოტეხეს და მახსოვს ბესიკზე, როდესაც ამოიყვანეს ჩვენთან ოფისში, ანუ უკვე ისე იყო შეშუპებული, ცალსახა იყო, რომ მოტეხილობა ჰქონდა და დავუფიქსირე რაღაც მუყაოზე, გამექცა შეიძლება ითქვას რუსთაველზე უკან, იმიტომ რომ ამ სულ იმეორებდა, რომ იქ ახალგაზრდებს იჭერენ და მე აქ ვერ გავჩერდები და ხა წარმოიდგინეთ მოტეხილი ხელით რომ ქალი ანუ აი ამ რაღაც პროცესშია, მისი ტკივილის ამტანობა რამდენად მაღალია და ვინც მას იცნობს, ყველა დამეთანხმება ამაში, რომ ელენე არის ის ადამიანი, რომელიც სხვას თავის ტკივილით არ შეაწუხებს და როდესაც მან უკვე დასვა საკითხი, რომ ის უბრალოდ მკურნალობას ითხოვს, რომელიც მას ეკუთვნის, საქართველოს კონსტიტუციით ეკუთვნის, სხვა თუ არაფერ, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიასთან მინდა გავიმეორე, არამედ თითოეულ პატიმარს, პაციენტს და ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ვერ იღებენ ამ ქვეყნის მოქალაქები, მით უმეტეს განსაკუთრებულად დაჩაგრულები არიან, მაინც პატიმრები და განსაკუთრებულად რეჟიმის ტყვეები და ჩვენ არაერთი ასეთი მაგალითი გქონდა, მათ შორის ნინო დათაშვილიც. ხო, კი ბატონო, ნუ აი ესენი რაღაც შეიძლება სააკაშვილის თემაზე აპელირებენ ხოლმე, აი სააკაშვილიც ასე ამბობდა ასე შემდეგ და ჩვენ ნახეთ უსმინეთ არცთვის ეს სასამართლო კომენტარი და განცხადებები ვივამედის დირექტორის, ხო, ნინო ნადირაძის, რომელიც რაღაც ცოტა ისე აგდებულად ლაპარაკობდა
რა რევოლუციონერი არისო თუ რაღაცა ტკივილები აწუხებსო თან რევოლუციონერობა გინდა და თან ფეხი მტკივა სახსარი მტკივაო ეგ რა რევოლუციონერობა არისო დაახლოებით ასეთ ან კლინიკის დირექტორი ვისთან სადაც გადაიყვანეს ბატონელი უნდა გადაიყვანონ ჯერ არ არის გადასული მე მოვისმინე ეს განცხადება თუ კომენტარი არ ვიცი რა დავარქვა ჩემთვის როგორც ექიმისთვის და ის როგორც ვიცი თავადაც ექიმი არის აბსოლუტურად არაეთიკური მსგავსი ტიპის განცხადებები პაციენტთან დაკავშირებით არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი აქვს პაციენტს ჩვენ მე ვფიქრობ ჩვენი პროფესიის ადამიანები უნდა დავრჩეთ პროფესიული ღირსების და პასუხისმგებლობის ერთგულნი ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პაციენტი და ასე უნდა მივიდეთ პროფესიული კარიერის დასასრულამდე სადაც არ უნდა ვიყოთ თუნდაც კარიერის დასასრულის შემდგომაც და ექიმები პაციენტებს არ არჩევენ მე 2008 წელს ოსნაიპერს მკურნალობდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაგრამ ის იყო იმ მომენტში ჩემთვის პაციენტი და ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ექიმმა მსგავსი შეფასება მისცეს პაციენტს მით უმეტეს ის არ იცნობს მე დარწმუნებული ვარ მის დიაგნოზს და სავარაუდოდ ფლობს მხოლოდ იმ ინფორმაციას რაც პენტენციურ სამსახურს მანამდე ჰქონდა და რა არგუმენტაციითაც ჩვენთან სწორედაც რომ აპელირებდა ხო ჩვენზე ამბობდნენ რომ აპელირებენ დიაგნოზითო და კი არა აპელირებდით ეჭვი ჰქონდა ამ დიაგნოზზე რომელიც დადასტურდა და დავამტკიცეთ კიდევაც რომ ეს ასეა და ეს ხანგრძლივი მოლაპარაკებები ამიტომ დასჭირდა ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო პენტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან და ვფიქრობ რომ უნდა დავრჩეთ რაღაც ეთიკურობის ფარგლებში და მე ვიტოვებ იმედს რომ ქალბატონი ნინო ნადირაძე თუ კი ჩვენ გვექნება რაღაც საჭიროება მასთან კომუნიკაციის პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ ჩვენ ყველა და ის იქნება კონსტრუქციული. როდის უნდა გადაიყვანონ ელენე? პენტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძისგან ჩვენ პირობა მივიღეთ რომ მაქსიმუმ ეს იქნება ხუთშაბათს ვინაიდან თქვა რომ ანუ გუშინ ხომ იყო ეს შეხვედრა ხვალ შევამოწმებ რაღაც უსაფრთხოების სტანდარტებს რაღაც აქვთ გასავლელი არის ტექნიკური ნაწილი და მაქსიმუმ ხუთშაბათს გადავიყოთ. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ხვალ მოხდება მისი გადაყვანა. ახლა გახდა სახელმწიფოს თავის ტკივილი, ხო, ეს გახდა მათი სამკურნალებელი და ასე შემდეგ. და აქ აუცილებელია და უპრიანია ვახსენოთ რაზე ზის ელენე, ხო? საერთოდ რის გამო დაიჭირეს და რის გამო აქვს ასეთი ამბავი ატეხილი, ხო? ახლა გადაყავთ უამეთში მკურნალობენ, არ ვიცი ხა, აი ადამიანი დაჭერილი ყავთ რაღაც ბანერზე ფლომასტერით რაღაცის მიწერისთვის. ეს შეიძლება უნდა ვიმეოროთ და ხალხს გავაგებინოთ აუხსნას რომ ელენე ხოშტარია ზის ბანერზე ფლომასტერით წარწერის ანუ საარჩევნო პლაკატზე კახა კალაძის ფლომასტერით ანუ ის გამო წელიწად ნახევარი აქვს ხალხს მისჯილი და ავათარი და იმას კი მე მეგონა რომ იტყოდა რომ კარგი გავათავისუფლებთ რაღაცა ეხა მაინც რა რომელი რეციდივისტი და ყაჩაღი არის ხო ბანერზე მიაწერე რაღაცა და ამის მაგივრად ჯერ ამბობდე რომ ავათარ არისო ეხლა ამბობენ რომ კლინიკაში გადავუყავთ ვიგამეში იქ უმკურნალებთ ანუ ხარჯებს იღებენ ხო ეხლა ზაიაფი არ დაუჯდებათ მაგრამ მაინც უღირთ რომ ციხეში ყავდეთ. დიახ, ეს მართლაც ხშირად უნდა ვიმეოროთ. პირველ რიგში მე მათ ადგილზე აქ გადაყვანის გადაწყვეტილებას კი არ მივხვდი ნამდვილად განთავისუფლების რომ ადამიანმა თავისუფლად შეძლოს სადაც უნდა რომ კლინიკაშიც უნდა იქ ჩაიტაროს მკურნალობა იმიტომ რომ აბსურდია ნამდვილად ახლა კახა კალაძის უსახურ ბანერზე რომელიც დიდი ხანია ნაგავსაყრელზეა გადაგდებული ჩემი ღრმა რწმენით და შეფასდა რაღაცა შესაძლებელია 300 ლარიანი რაღაცა ანუ 300 ლარად შეაფასეს თან როგორც ვიცი სასამართლოში როცა მიიტანეს ეს რაღაც ტკიცებულებად ის ფლომასტერიც უკვე გაფერმგთალებული იყო წარწერა აბსურდია ნამდვილად იმის ფონზე როდესაც ჩვენ ხედავთ ქართული ოცნების წევრები როგორ იქცევიან, როგორ ძალადობენ ადამიანებზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, როგორ მუშტიკრივ აქვს, უკნიდან მიპარვად შეძლებიათ თურმე და როგორ შეუძლიათ, რომ აი ესე მხდალად ერთ ადამიანს დაესიოს 50 ადამიანი და ურტყას გამეტებით. აი ყველაზე კარგად გამოჩნდა, იცით, მათი სახე, რომელსაც ადგილი ქონდა ნოემბერ-დეკემბერში. არავის აღარ უნდა გაგვიკვირდეს მას მერე, რასაც თავად აკეთებენ, რომ ამ ყველაფრის უფლება მისცეს უკვე მათ ძალიან პატარა ჭანჭიკებს საპოლიციო დანაყოფები იქნებოდა ეს თუ გედედე და აი ეს ხალხი სწორედ დღეს ჩვენ
გვესაუბრება რაღაც მაღალ მატერიებზე, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციულობაზე, ქალის პატივისცემაზე, ადამიანები, რომლებმაც აბსოლუტურად ყველა ღირებულება, რაც კი ქართველ კაცს და ქართველ ქალს ჰქონდა, გადახაზა, მათ შორის ელენე ხოშტარიასთან მზიამაღლობელთან მიმართებით. როგორ შეიძლება მზიამაღლობელი არ ვახსენოთ აი ამ თემაზე, როდესაც საუბრობთ, როდესაც კაცი აგინებს ქალს და ის სილას აწნის საპასუხოდ, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და დღეს სხედან ქართული ოცნების წარმომადგენლები და საუბრობენ, როგორ ქართველი კაცები ვართ, ხო არ გადავჯიშდით, რო გვაგინებენ, ხელი უნდა შეუბრუნოთო. და ვერ გავიგე ეს რანაირი მოცემულობა, ანუ ვისთან საუბრობენ ამ სამართლით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ამომრჩევლებისთვისაც ეს ძალიან ცხადია. 2x2 4-ია. თუ აქეთ ასეთი სამართლიანობა აქვს და შეუძლიათ ქალი სისხლის სამართლის წესით გაასამართლონ და კიდე თვალის ჩინი დააკარგინონ ციხეში და ვიცით მზიამაღლობელის მდგომარეობა და მის სიმხედველობის პრობლემა და აქეთ 4 შვილის დედა დაახეიბრონ. ნამდვილად, იმიტომ რომ ელენეს აქვს ისეთი დაავადება, რომელიც პროგრესირების შემთხვევაში თუ კი მკურნალობა არ მოხდა, შესაძლებელია რომ მეტლში ჩაჯდეს და სანამ აი ამ ყველაფერს ავუხსნიდით, მე არ ვიცი, ამის მიმღებლობაც არ ქონდათ, რომ 4 შვილის დედა ფლომასტერით ბანერზე წარწერის გამო უზით ციხეში და ამ დროს ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული წევრები მუშტიკრივით არიან დაკავებული. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჭხუბობს ადამიანი. ქართველი კაცი ასე ჭხუბობს? არ ვიცი, აი ქართული ტრადიციულობაა ეს, არ ვიცი. შეთანხმებულებივით, რომ აი ყველგან ხდებაო ასეთი ჭხუბიო პარლამენტში, ასე შემდეგ. ვინ ახავს ჩვენს მართლაც, ხო ხა მოხარა ჭხუბი და სხვა პარლამენტში მოხდარა, მაგრამ ეხლა ეს ჭხუბი კი არ იყო. ერთ ადამიანს ცემდა 40 კაცი. ერთ ადამიანს 40 ცემდა და ოლიმპიური ჩემპიონი შეიძლება, ანუ აქ იცით რა არის კიდევ აი ღირებულებების ნაწილში, სულ რომ ვასწავლთ აი სპორტი, იქაც ანუ თუ ეს რაღაცა ძალისმიერი სპორტია, იქაც ვამბობთ, რომ ვაჟკაცობას ასწავლიან და დაჩაგრულს კიდევ უფრო მეტად არ დაჩაგრავენ, სუსტს არ დაჩაგრავენ და ხედავთ, რომ ამხელა მასა მიემართება ადამიანსკენ, რომელსაც ისედაც მართლა 40 კაცი ყავს დასეული და 51-ად ის ემატება თან უკან მიპარვით და აი ამხელა ძალით ურტყამს. მე არ ვიცი ეს რანაირად შეიძლება მისაღები იყოს ვინმესთვის და ვერ ხვდები მათი ამორჩევლებისთვისაც რამდენად არის მისაღები ასეთი ქვეყნის შენება, სადაც შეიძლება სუსტი, წაქცეული და დაჩაგრული კიდევ უფრო მეტად დაჩაგრო და პარალელურად ქალები რომლებიც მოიგდეს თავისი კანონების ხელში, ანუ იმის გამო, რომ ისინი ამ სკამებზე ხედან და ძალაუფლება მათ ხელშია, ასე მართლა დაჩაგრონ, სახალხოდ რაღაცა გაასამართლონ და მერე თქვან, რომ აი როგორი მაგარი კაცები არიან, თურმე კანონს იცავენ. მათ საშვილიშვილად, ისტორიულად კუბოს ფიცრამდე მიყვებათ აი სახელი, რომელიც დაერქმევათ ქართველი ხალხის მიერ, სწორედ ქართველ ქალებთან და კაცებთან მიმართებით, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ბედნიერებისთვის და ნორმალური ხვალინდელი დღისთვის, ნამდვილად ტრადიციულობისთვის და ღირსებისთვის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა ყოველთვის და დღეს ღირსება აყარეს ქართველ ერს. თორემ შეუძლებელია, რომ ქართველი ვაჟკაცისთვის მისაღები იყოს მსგავსი ტიპის დამოკიდებულება ან წაქცეულ კაცთან, ან ქალთან საერთოდ. ამიტომ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სადღაც აუცილებლად აკუმულირდება. ანუ ნახეთ, ჩემთვის ესე ცოტა ფართო სურათში რო შევხედოთ, გარდა აი ამ რაღაც ფრაგმენტული ამბებისა, რომელიც ჩვენ ბოლო წლის მანძილზე გვქონდა, რაღაცნაირად მათთან მიაღწევენ, თვითონ ჩაერთნენ უკვე აი ამ ძალადობაში, იმდენად აქვთ მოზღვავებული, რაღაცნაირად გამწარებულები არიან თავიანთი არაღიარებით, მათი ჩამოშორებით დასავლურ სამყაროსთან მათთან არავის საუბარი არ უნდა, გაწყვეტილი აქვთ ყოველგვარი კავშირი ნორმალურ ადამიანებს განვითარებული ქვეყნებიდან. ძალადობას გმობენ, არ გვინდა. ამას გმობენ, ამას პოლარიზაცია არ გვინდა. რა თქმა უნდა. რაღაცა დიალოგი და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში მე აბრალებენ ოპოზიციას. ფუთავენ, მაგრამ სინამდვილეში ეს აგრესია სწორედ იქიდან მოდის, რომ ისინი არაღიარებულნი არიან და დარჩენილი აქვთ მხოლოდ კუნთები და ის ძალოვანი სტრუქტურები, რომლითაც გვებრძვიან და საბოლოო ჯამში სადღაც ეს ყველაფერი მართლა დაგროვდება და ამოხეთქავს. მე ამის ღრმად წავს, იმიტომ რომ ქართველი კაცი და ქართველი ქალი მონობას არ ეგუება და არ შეგუება, დარწმუნებული ვარ. ნახოთ რა როგორ იქნება. მადლობა დიდი გადაცემასთვის. ჩვენ სწორედ ამ თემას გავაგრძელებთ, იმიტომ რომ კახარიას პარტიის წევრი იქნება ჩვენი სტუმარი. ანა ქავთარაძე იყო ჩვენი სტუმარი, ექიმი.
კოალიციას ცვლილებისთვის წევრი ჩვენ საუბრობთ ელენე ხოშტარიას ამბავზე, იცით რომ მას გადაიყვანენ როგორც გითხრეს ხუთშაბათს კლინიკაში, არც ისე მარტივი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და სამწუხაროდ ამდენი დღის განმავლობაში აჭიანურებდა პენიტენციარ სამსახურს სულად გაუგებრად ამ მარტივ გადაწყვეტილების მიღებას და შეგახსენებთ ადამიანის ის ფლომასტერით რაღაც ბანერზე რაღაცის დაჩხაპნისთვის და ჩვენ შემდეგ იქნება პარლამენტში ჭხუბი და ამ ამბების გაგრძელება. იცით რომ ერთი ადამიანი გახარიას პარტიის წევრი ფაქტობრივად ამდენიმე ადამიანმა ცემა პარლამენტში და დღეს გახარია საქართველოსთვის ამ პარტიამ პროკურატურას მიმართა პარლამენტში მოხდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვით მიმართა პროკურატურას ჰქონდა ვალდებულება რომ თავად ნანახი კადრებიდან გამომდინარე აღეძრა საქმე, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ტატა ხვედელიანი არის ჩვენი სტუმარი, გახარია საქართველოსთვის დეპუტატი, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გამოვეხმაურები, ჭხუბი არა, ეს იყო ძალადობა. ეს იყო ძალადობა, ზუსტად ისეთივე ძალადობა იყო, როგორიც თვეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში. მოდი მაშინ გავმართოთ ეს რატო აკეთებთ ამაზე, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობს რომ ასეთი ჭხუბები ყველგან ხდებაო სხვა პარლამენტშიც და არ გაგიკვირდათ. რა თქმა უნდა, თუმცა სხვა პარლამენტში არის სხვა საკანონმდებლო სივრცე, სხვა დემოკრატია, სხვა სასამართლო და კონკრეტულად სასამართლო იქ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი და არა 20 კაცის ერთ ხო? ადამიანებს აქვთ იმის საშუალება, რომ საკუთარი სამართალი დაამტკიცონ შესაბამის უწყებებში და შესაბამის დარბაზებში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში მე მინდა რომ შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ მიტაცებულია ყველა სახელმწიფო უწყება, არც ერთი ეს სახელმწიფო უწყება არ ემსახურება ხალხს და ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის კომფორტს და პარტიული ვერტიკალის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში ამ ძალაუფლების შენარჩუნებას. ჩვენ გვყავს სასამართლო კლანი, რომლის ხელითაც ხდება ძალადობა ჩვენს მოქალაქეებზე დღესდღეობით და ხედავთ სასამართლო პროცესებს სრულიად არგუმენტებისგან დაცლილი სასამართლო პროცესები და უდანაშაულო ადამიანების გასამართლებას ხედავთ რომ ზია ამაღლობელი მოძალადე პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის ზის ციხეში 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია რომელსაც არ ეძლევა ჯანდაცვის სრულფასოვანი სერვისების მიღების საშუალება აი ესეთ მდგომარეობაში არის და იმისთვის რომ მან გააფერა და ყველაზე კორუმპირებული თბილისის მერის წინასაარჩევნო ბანერი და ამ რაღაცა ფინანსური ზარალიდან გამომდინარე მიზერული ზარალიდან გამომდინარე უკვე წელიწად ნახევარია ციხეშია და არ ეძლევა ჯანმრთელობის თავისი სრულფასოვანი გამოკვლევის და სერვისების მიღების საშუალება. აი ეს არის დღევანდელი რეალობა. სწორედ აი ამ რეალობის გათვალისწინებით ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, ეს ფაქტია, ხომ? ეს საქართველოს პარლამენტში მომხდარია ეს ინციდენტი, ძალადობა, ეს არ იყო სიახლე ჩვენთვის. თვეების განმავლობაში ადამიანები უფრო უარეს ტკივილს, უარეს მდგომარეობას განიცდიდნენ 500-მდე დაზარალებული ყავს ამ პერიოდის შემდეგ და არც ერთი დასჯილი. 5 ადამიანი ყავთ დასჯილი, ისიც იმიტომ რომ ჟურნალისტებმა მათზე უფრო ადრე შეიტყვეს მათი ვინაობის შესახებ და ამ 5 ადამიანზე გადაატარეს საბოლოოდ ჩვენი ქართველი ხალხის ტანჯვა, წამება, არადამიანური მოპყრობა და ყველაფერი ის, რაც საერთოდ დემოკრატიულ ქვეყნებში, არ ვიცი, ფანტასტიკის სფეროა. აი ეს არის დღევანდელი რეალობა და შესაბამისად ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა. იმიტომ რომ სწორედაც რა თქმა უნდა ამ შესაბამის ძალოვან სტრუქტურებთან მიმართებაში ჩვენ არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი ვერც გვექნება, თუმცა ეს არის ბრძოლა, ეს არის მძიმე ბრძოლა, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საქართველოს პარლამენტში ოპონირება გაგვეწია მათთვის და ის შეკითხვები დაგვესვა რომლებსაც მათ არ უსმევდნენ და ეს მათთვის არ იქნებოდა კომფორტული, შესაბამისად მოხდა ის რაც მოხდა, ჩვენ დავინახეთ ფაქტიურად გაშიშვლებული სისტემა, იმიტომ რომ ოცნება გეუბნებათ, რომ განსხვავებული აზრისთვის თქვენ ან ციხეში ჩაგსვავთ, ან იძალადებს თქვენზე. ეს არის, ანუ ორი გზა აქვს მისთვის, იმიტომ რომ მათ სალაპარაკო არაფერი აღარ აქვთ, მათ პასუხები კითხვებზე არ აქვთ. პრემიერი
კობახიძე, რომელიც მობრძანებული იყო სქელტანიანი ანგარიშით, რომელსაც ფაქტიურად სრულფასოვანი პასუხები არც ერთ შეკითხვაზე არ ქონდა. მას არ ქონდა შეკითხვა პასუხი ისეთ შეკითხვაზე, როგორც არის რატომ არ გმობს ღიად და დაუფარავად ანექსიის პროცესებს ჩვენი ტერიტორიების მიმართ. რატომ შეათ ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს, ყოველ მესამე ბავშვს. რატომ პენსიები რატომ არის ესეთი დაბალი? რატომ არის დევნილთა დახმარებები ესეთი დაბალი? სამაგერად ბევრი ისაუბრა. რატომ არის საგარეო პოლიტიკა ესეთი ჩაფლავებული? ეგ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა ბევრი. მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ის ძალიან ბევრს საუბრობს, რა თქმა უნდა, თავისი ჯიბის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ასევე საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდათ მათ რა დროსაც მათ დაუქვემდებარეს სტატისტიკის სამსახური, დაუქვემდებარეს პრემიერ-მინისტრის აპარატს, ასე ვთქვა, და პრემიერ-მინისტრს შესაბამისად ახლა შეუძლია რომ გამოაცხადოს და ის იკვეხნის ეკონომიკური ზრდით, ზუსტად ისეთივე ზრდით, როგორც არის თუნდაც სომხეთში და სომხეთი იყენებს ამ ეკონომიკურ ზრდას პენსიების გასაზრდელად. და ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში მთავრობა ვერ პოულობს სახსრებს იმისთვის, რომ გაზარდოს პენსია, შემოიტანოს მინიმალური ხელფასის მცნება, დანერგოს უმუშევართა დაზღვევა თუნდაც, ან სხვა ესეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების მყიდველ უნარიანობის გაზრდას. შესაბამისად, მას არ ჰქონდა ასეთ შეკითხვებზე პასუხები, არ ჰქონდა პასუხები ისეთ შეკითხვებზე, როგორც არის, რატომ არის ასეთი ყალბი საქართველოს ამჟამინდელი სამთავრობო გუნდის ბრძოლა ნარკომანიასთან, ბრძოლა კორუფციასთან, მან ვერ დაგვისახელა ნარკომანიის მიმართულებით, რამდენი ადამიანი არის დღესდღეობით გარდაცვლილი. მაშინ, როდესაც ყოველ ქუჩის შესახვევში ფაქტიურად ეს პრობლემა თვალნათლივ ჩანს და ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა ისე არ გადის, რომ არ მოხდეს უბედური შემთხვევა ამ მიმართულებით. ეს არის დღევანდელი რეალობა, ამიტომაც რომ არ ქონდა პასუხები ამ შეკითხვებზე, მან კი ბატონო, და როგორც ვიცი, საკმაოდ ძიმე გენერალ კოორდინატორმა დააორგანიზა კარგად კოორდინირებული. ანუ თქვენ ფიქრობთ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, არ იყო სპონტანური თავდასხმა? რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როდესაც პრემიერი მოდიოდა ანგარიშით, რომ მას ვერ ექნებოდა პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენ არაფერი ახალი არ გვეთქვამს. პარლამენტში შესვლის დღიდან ჩვენ ამ გამოწვევებს ვასახელებთ, ჩვენ ამ შეკითხვებს ვეკითხებით სხვადასხვა ძიმეები იყო ბრალდებები, რომ ფაქტობრივად ჩარაშიძემ უთხრა, რომ არაფერს წარმოადგენო, როგორც პრემიერ-მინისტრი. ნახეთ, მერაბ, შარაშიძემ კი არ უთხრა, რომ თქვენ არაფერს წარმოადგენთ. შარაშიძემ გაახსენა მას ის ფაქტი, რაც იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის დროს, როდესაც მას ივანიშვილი მოექცა შესაბამისად, მიაყენა კუთხეში და შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ ამ ყველაფრის ამსახველი ფოტოები გამოდო სოციალურ ქსელში იმისთვის, რომ ყველას დაენახა. ანუ ეს არის ფაქტი. ეს დაინახა მთელმა ქვეყანამ და ჩვენ პირველად არ შეგვიხსენებია ეს მისთვის, ხომ? ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, ვეუბნებით პირდაპირ დაუფარავად და ეს არის ჩვენი სამარკონიშანი, ჩვენი განსხვავება ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდესო, აქ დებატოსო, ქუჩაში რატო არისო, შეხვედით თქვენ პარლამენტში და დებატების შემდეგ აი ასეთი შედეგი მიიღეთ, ხო? მერაბ, ჩვენ როდესაც საპარლამენტო მუშაობა აღვადგინეთ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა კომფორტის სივრცე ჩვენთვის. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა ჩვენი დღის წესრიგი არის სწორედ ეს, რომ ჩვენ არ გვეშინია აი ამ წინაღობების. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში სრული პასუხისმგებლობით და მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2021 წელს, როდესაც პარტია შეიქმნა, მაშინ ჩვენ ძალიან ბევრმა ჩვენგანმა დატოვა თანამდებობები. ამასთან დაკავშირებით, პირადად მეც თანამდებობა დავტოვე იმის გამო, რომ წამოვსულიყავი, იმიტომ რომ მე დავინახე ის, რაც ჩქარი ტემპით
მიყავდა ოცნებას ავტორიტარიზმისკენ უკვე მაშინ იწყებოდა ეს პროცესები 2021 წლიდან შეგახსენებთ მაგალითად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ფაქტიურად დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა ეს პირველი ნაბიჯები ოცნებამ მაშინ როდესაც უკვე ამ პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებდა ყველაფერს და დღეს რა გვაქვს დღეს გვაქვს ჩვენ სახალხო დამცველი რომელიც ემალება ხალხს სად არის აი მაგალითად ჩემო კოლეგამ საქართველოს პარლამენტში მისი ანგარიშის დროს კითხა მას რომ აი ჩვენთან რომ მოხდეს პარლამენტშიო ძალადობის ფაქტიო თქვენს ანგარიშს დაველოდოთო არ გვეტყვითო არაფერსო და ფაქტიურად ასე გამოვიდა იმიტომ რომ ამდენი დღე არის სახალხო დამცველი დუმს საერთოდ არაფერი არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ აუდიტორი რომელიც ასევე წერაკითხვით არის დაკავებული და აღწერს ამ გამოწვევებს, მაგრამ საბოლოო ჯამში სისტემა ამ ყველაფერს უცვლელს ტოვებს და ჩვენ ბოლოს, კვირის ბოლოს ვნახეთ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არანაირი პასუხები არ ჰქონდა არც ერთ შეკითხვებზე, ამიტომაც მისმა მეგობარმა, გენერალ კოორდინატორმა, რომელიც აღმოჩნდა რომ ეს გენერალ კოორდინატორი ვინ არის? ბამგვა მდინარაძე? რა თქმა უნდა, ბატონი მდინარაძე, რომელმაც დააორგანიზა და ის თვალნათლივ გამოჩნდა საქართველოს პარლამენტში იმ დღეს რისი კოორდინირების ადებს ხელს რომ მან დააორგანიზა ეს ასე ვთქვათ ჭკური. რა თქმა უნდა, მან მიიღო ბრძანება, მან გადაწყვიტა რაღაცნაირად ეს სირცხული ჩამოერეცხა კობახიძისთვის და გასცა ბრძანება, რომელიც დაიწყო, რომლის აღსრულებაც დაიწყო ხელაძემ და შემდეგ უკვე ამას მოყვა ის რომ კოლექტიური არჩილ გორდულაძეები თავს დაესხნენ ასე ორგანიზებულად ჩვენს ფრაქციას და ფაქტიურად არ არჩევდნენ იქ არც ქალს არც კაცს და ნახეთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ისინი ამბობენ რომ აქ მარტო ერთი მხრივ დანაშაულზე ვერ ვისაუბრებთ და თუ საქმე აღიძვრება შეიძლება თქვენი პარტიის წევრიც აღმოჩნდეს მაგრამ ირაკლი ზარქუამ თქვა გამოძიება რომ დაიწყოს არ მგონია გახარიას პარტიისთვის სახარებელო დასვენებით დამთავრდეს ეს ამბავი ყველაფერს ვაკეთებით რომ ეს არ მოხდარიყო თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ბატონი ზარქუა სხვათა შორის გამოირჩეოდა შეურაცხყოფებით და ქალთა მიმართ მით უმეტეს ძალიან აღვირახსნილი ფრაზებით შესაბამისად არა ამაზე უბრალოდ მოსალოდნელი ყველაფერი არის ჩვენ ძალიან მძიმე ბრძოლაში ვართ ჩვენ ვებრძვით რეჟიმს რომელიც არის არასტაბილური შესაბამისად რას მოიმოქმედებენ ამაზე რა თქმა უნდა ახლა პასუხს ვერ გეტყვით თუმცა ეს არის სისტემური დანაშაული ეს არ არის მხოლოდ ერთი ცალკე მდგომი საქართველოს პარლამენტში მომხდარი ძალადობრივი შემთხვევა. ხო, ეს არის სისტემური დანაშაული. ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჟურნალისტების მიმართ, ქალების მიმართ, ბავშვების მიმართ, ასევე ახალგაზრდების მიმართ თვეების განმავლობაში სისტემა ძალადობდა და ეს ყველაფერი ხდება განსხვავებული აზრისთვის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. განსხვავებული აზრი, რომლის მოსმენა საერთოდ არ სურს დღევანდელ სამთავრობო გუნდს და ოცნებას, რა თქმა უნდა, ამის მიღმა არის უკვე ის პრობლემები, რომლებიც არაკომპეტენტურობის და უვიცობის გამო არის, იმიტომ რომ აღარ ჩამოვთვლი გადაცემის დასაწყისში უკვე ჩამოთვალე რა შეკითხვები გქონდა იმ არსებულ რეალობასთან. თუმცა ისინი ამბობენ რომ აი გიგაფავლავამ დაიწყო ჭკუები და ამიტომ ისიც შეიძლება პასუხისგებაში აღმოჩნდეს და გამორიცხავთ ამას. ყველაფერი არის მოსალოდნელი. ოცნებისგან არის ყველაფერი მოსალოდნელი. მე შეგახსენებთ რომ ოცნების ხელში არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი სასამართლო, რომელიც იმართება ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს გირგულიანის მოსამართლის, ჯალათი მოსამართლის მურუსიძის ხელით და მურუსიძის ხელით ფაქტიურად რეჟიმი ძალადობს სასამართლო დარბაზებში ჩვენს მოქალაქეებზე. აქ არაფერი სიახლე არ იქნება მათი მხრიდან ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან, რომ ის კოლექტიური არჩილ გორდულაძეები და ის მოძალადეები გაამართლონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ეს ადამიანები. თუმცა ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ გაასმაგებული ძალით, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ გააზრებულად და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან მალე მოვა ამ ქვეყანაში დრო, დადგება ისეთი დრო, როდესაც სამართლებრივი და ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა
დაეკისრება ყველა ადამიანს. კონკრეტულად აი ამ ძალადობას 30 წლიანი ხანდაზმულობა აქვს. ხო, თვითონ დაამძიმეს, ხო ეს რა თქმა უნდა, 30 წლიანი ხანდაზმულობა აქვს და თვითონ დაამძიმეს, რომ აი პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა 12 წელს ითვალისწინებს, ხო? დიახ. და ხანდაზმულობა აქვს 30 წლიანი. ანუ 30 წლის მერე შეიძლება საქმე აღზრა ამ თემაზე. ხო, არ შეიძლება ფიქრობენ რომ 30 წელი იქნებიან ხელისუფლებაში და არ რა თქმა უნდა, დაიჯერებენ. ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ არ ვემალებით პასუხისმგებლობას და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ბრძოლაში თანმიმდევრულობა და ამ თანმიმდევრულობის დღის წესრიგით ჩვენ რა თქმა უნდა მიყვებით ჩვენს გზას. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის. ტატა ხვედელიანი გახარია საქართველოსთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ ლევან შატვერაშვილი თავისუფლების მოედნის წევრი შემოგვიერთება და გავაგზავნებთ საუბარს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მაშასე გადაცემა პოლიტიკური სივრცე დაბრუნდა ეთერში და როგორც გითხარით ჩვენი შემდეგი სტუმარია ლევან შატვერაშვილი თავისუფლების მოედნის წევრი. მოგესალმებით ლევან. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რამდენიმე თემაზე მინდა თქვენთან ვისაუბრო, ძირითადად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ის რაც ხდება ჩვენს ასე ვთქვათ პოლიტიკურ ველზე და ბოლო ესეთ გამოსარჩევი ამბავი იყო, რაც წინა ბლოკში ვისაუბრეთ, წინა სტუმართან გახარიას პარტიის წევრი იყო, ეს ცემატყება პარლამენტში. ჩვენ ნახეთ, რა ვიცი, ხა რამდენი ადამიანი უსწორდებოდა ერთ ადამიანს. რაღაცა ეს ძალადობა თითქოს ისეთი ის გახდა, ხო? პოლიციელები ცემენ ხალხს, ახლა ნახეთ პარლამენტარები ცემენ ხალხს, ანამდე აქციებზე სპეცრას მიცემდა ხალხს და ნუ თან ამ ფონზე რაღაც საქართველოსმა ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკრებას მართავს, სადაც ივანიშვილიშვილი დადის და რაღაც ამ ძალადობებს გმობს და ასე შემდეგ, ხო? და რა პროცესს ვადენებთ თვალს თქვენი აზრით? ნუ თავისთავად ეს მოვლენა ვიღაცებს შეიძლება გაცინებოდათ, მაგრამ ჩემთვის შემზარავი იყო. რაც მოხდა, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩხუბიდან კინკლაობა, ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ არ უნდა არსებობდეს საერთოდ საქართველოში არც ერთი ინსტიტუცია, რომელსაც რაიმე სერიოზულობის კვალი შეიძლება აჩნდეს, ხო? ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩხუბში და მათ თავიანთ მუშტები ურტყეს, თქვა თავის მოწინააღმდეგეს, ესე რომ თქვა პოლიტიკურ ოპონენტსაც ვეღარ დაარქმევ, ხო, ანუ ადამიანს ესე რომ იმეტებ. მეორე დღეს გამოვიდნენ და ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ნუ ეს ძალიან ცუდი საყურებელია, ეს საშინელება, ხალხს უხდით ბოდიშს. ნუ თუ ბოდიშს მოხდა გინდა პირველ რიგში ჩემი აზრით, თქვა პატიებაზე, როდესაც არის ლაპარაკი, უშუალოდ იმ ადამიანს უნდა მოუხადო, ვისაც დაარტყი ხელი, ხო? თუ არა და პრინციპში ეს ცარიელი სიტყვებია ჩემი აზრით. ხო, მე არა მეორე დღეს დაამატეს, მაგრამ ევროპაშიც ხდება და სხვა ქვეყნების პარლამენტებში ხდება. არ ვიცი, მე პირადად ვერ გეტყვით, მე ვერ ვიხსენებ ევროპაში სად ხდება ესეთი რაღაცა და ვერც თვითონაც ვერ გვეტყვიან ამ ყველაფერს, შეიძლება სადღაც მოიგონონ რომ რომელიღაცა მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 60-იან წლებში მოხდა ბოლო დაპირისპირება საფრანგეთში პოლიტიკოსებს შორის და ეს იყო დაპირისპირება, რომელიც დამთავრდა დუელით. ბევრად უფრო კეთილშობილური იყო ეს ყველაფერი. მას შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, მაგალითად საფრანგეთში პოლიტიკა ეს სერიოზულ პარლამენტის ფარგლებში ნამდვილად არ მომხდარა და ესეც როგორც გეუბნებით, ეს არის ტყუილი, აბსოლუტური ტყუილია, ნამდვილად არცად არ ხდება. და რომ ხდებოდეს სრულებითაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ შეიძლება რომ ჩვენ ამას მივბაძოთ, რომ აი იცით რა, აი საფრანგეთშიც ვიღაცები ერთმანეთს უბარტყუნებენ და ამიტომ მოდით ჩვენც იგივე გავაკეთოთ, ხო? ეს ერთია და მეორე თავისთავად არის ის, რომ ჩვენ როდესაც ვუყურებთ, აი თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ, ხო, ეს ამბავი, რომ ან თავისთავად სერიოზული არც ერთი ინსტიტუცია არ უნდა დარჩეს, არ უნდა იყოს არც პოლიციელი არ უნდა იყოს, რომელსაც შეიძლება შენ მას უყურებდე როგორც რაღაც სამართლის დამამყარებელს, ხო? ანუ სერიოზული ინსტიტუცია არ უნდა იყოს მაგალითად არაფრის დიდებით სასამართლო. მის თავში უნდა იჯდეს ისეთი კაცი, როგორც არის მურუსიძე. არ უნდა ყავდეს სერიოზული არც ერთი მინისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თავისთავად სახელმწიფოს მიმართ არანაირი მოწიწება არ უნდა გქონდეს. თუმცა მოწიწება თუ ვინმეს მიმართ უნდა გქონდეს და ვის მიმართაც გამოიხატა სხვათა შორის იმ დღეს მოწიწება იყო ბიძინა ივანიშვილი. ანუ პატივისცემა და პატივი და ღირსება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის ექსკლუზიური უფლება უნდა იყოს. დანარჩენი ყველა მოქალაქის ღირსება და პატივი შეიძლება შელახული იქნას.
რაც სხვათა შორის არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ ხელით შეიძლება შეგეხონ, მაგრამ მე მგონია, რომ აი ამ გვარმა ძალადობამ პარლამენტში ყველა საქართველოს მოქალაქე შეურაცხყოფა და ყველა საქართველოს მოქალაქეს ღირსება შელახა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყნის იმიჯს ურტყავენ. საერთოდ ჩვენს თვით შეფასებას ურტყავენ. ამით და ჩვენს თავმოყვარეობას, ხო? ადამიანი ისე აღიქვავს საკუთარ თავს. აჩვენებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ყველგან დაგჩაგრავთ, ქუჩაში იქნება დაგჩაგრავთ, მას თუ ამოიღებთ და რამეს დააპირებთ, სასამართლოში იქნება დაგჩაგრავთ, დაგაჯარიმებთ, არ ვიცი, გინებისთვისაც კი რაღაც სიტყვის გამო დაგაჯარიმებთ, ეხლა აგერ ქალბატონი წყევლის გამო, ივანიშვილის წყევლის გამო დააჯარიმეს და პარლამენტშიც გწევთ, ну მოკლედ. ხო, აქამდე ამობდნენ შემოდით პარლამენტშიო ცივილიზებულად ვიდებატოთო და აგერ შევიდა გახარიას პარტია და ფაქტობრივად ქუჩაში აღმოჩნდა, ხო? ხო, თავისთავად ცხადი იყო, რომ რეალურად ისინი ეპატიჟებოდნენ ამ ცირკში. ყველა იმ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ შემოდით პარლამენტში, ეს ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი ცირკი იქნებოდა, იმიტომ რომ რეალურად აი ახლა ის ადამიანები, რომლებიც აი ამაში იღებდნენ მონაწილეობას, მე არ ამგონია, რომ მათ შეუძლიათ სერიოზულ საკანონმდებლო ინიციატივებზე სერიოზული არგუმენტებით იმსჯელონ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა რაღაც 80 კაციანი რაღაცა გაერთიანება ყოველთვის მოძებნიდა შესაძლებლობას, რომ ვიღაცას აშარებოდა და ხელი დაერტყათ და მე ჩაშლილიყო ეს სესიები და მე ელაპარაკოთ, რომ ეს იყო ბინძური პროვოკაცია და ეს ჩემი ბრალი არ იყო და მათი ბრალი იყო და ასე შემდეგ და აგენტები არიან. თავად ამ ამბავს როგორ შეაფასებთ? ხო, ანუ ხელისუფლება მევიდა იქამდე, რომ რაღაცა ჯერ ქუჩის გადაკეთვაზე ციხე, მერე ტროტუარზე ჯარიმები, მერე ხა ბილწიტყვობაზე და გინებაზე ჯარიმები და ბოლოს აგერ მივედით იქამდე, რომ წყევლაც კი ქალბატონი დააჯარიმეს 100 ლარი წყევლის გამო. ხო, აი ეს რას ნიშნავს საერთოდ რა ვიცი, როგორ დარჩება ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება სამარცხვინო ლაქად უნდა ითქვას, ხო? ანუ ჯერ ტროტუარზე დგომაზე, როგორც თქვენ თქვით, ну წყევლის გამო როგორ გითხრათ, ხო? ანუ აი როგორ უნდა შევიდეთ ჩვენ ახლა სერიოზულ განხილვაში იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ ჯერ ერთი თვითონ ეს კანონის დარღვევა იყო, თავიანთივე კანონის დარღვევა იყო, იმიტომ რომ ეს წყევლა არ ეკუთვნოდა არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს. არამედ არ იყო მიმართული პარლამენტის წევრების ან რომელიმე კაბინეტის წარმომადგენლისთვის წინააღმდეგ, არამედ ეს იყო ივანიშვილის წინააღმდეგ. და ანუ პირდაპირ იყო ნათქვამი ამით, რომ საერთოდ პოლიტიკა, რომელსაც ქვია რაღაცა, ინსტიტუციებზე დაფუძნებული პოლიტიკა, ხო, მაგალითად ინსტიტუციებზე დაფუძნებული პოლიტიკა აღარ არსებობს ქვეყანაში. სამწუხაროდ ერთადერთი ავტორიტეტი, როგორც თქვით და ერთადერთი, ვისაც შეიძლება რომ პატივისცემა და ღირსება მივაგოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ანუ რითი დასაბუთდა, თქვათ, მაგალითად ეს დაჯარიმება, მე ამ თქვათ კაზუისტიკაში ვერ შევალ, მაგრამ არ ამგონია, რომ რამენაირად თუნდაც აი ამ აბსოლუტურად უსამართლო კანონის სულისკვეთების მიხედვითაც კი შეიძლებოდა, რომ ამგვარი განაჩენი დამდგარიყო. ხო, ანუ ამით ხელისუფლება ამ ყველაფერთ ამ ერთობლიობით, ხო, რას გულდება, რომ მცირე დისკომფორტსაც კი არ შეეგუება. ანუ რაღაც აი უკმაყოფილების გამოხატვის რაღაც სხვადასხვა ფორმებს, თქვათ, ანუ ქუჩის გადაკეთებას არ შეეგუება, რაღაც ტროტუარზე დგომას არ შეეგუება, სოციალურ ქსელში მათ შეურაცხყოფას გინდათ, ეხლა საბჭოთა კავშირის დროსაც კი აგინებდა ხალხი მთავრობას და მართალია ხა შეიძლება ხომაღლარა, მაგრამ რაღაცა ანეკდოტებს და ასე შემდეგ ყვებოდნენ, მაგრამ ეს ხელისუფლება გოგნება, რომ არა, აი ყველაფერს ესე კანონით, ესე აღგზავნავ, რომ მე ჩემი საქმე ვაკეთო ისე, რომ რაიმე დისკომფორტი არ მქონდეს. პარლამენტში შემოდით, დებატეთ, მაგრამ იქ თუ რაღაცა ცოტა ისე კაცრად ილაპარაკებთ, მე შეიძლება მუშტით მოვკვდეთ. ხო, ну, როგორც გითხარით, ხა არგუმენტებია, საერთოდ ერთი ძველი გამონათქვამი არის, რომ ცივილიზაციის ერთ-ერთი შემოქმედთაგანი იყო ის ადამიანი, რომელმაც იმის მაგივრად, როდესაც გაბრაზდა, რომ ხელი დაერტყა, ან ქვა ჩაერტყა, შეაგინა მეორე ადამიანს, ხო და ну, პრინციპში ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი ამგვარი ყველაზე დაბალი ცივილიზაციური საფეხურიდანაც კი უნდა ჩამოვინაცვლოთ ქვევი და კიდევ უფრო ქვევით ჩავიდეთ ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უბრალოდ ჩვენ კი არა, ანუ თვითონ უნდა ჩავიდნენ, ანუ როგორც პარლამენტარები, ხოლო ჩვენ კი არ უნდა გქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ
ვინმეს რაიმე თუნდაც მკვახეთ უთხრათ, ხო? ანუ ეს ძალიან როგორ გითხრათ, მართლა შაპიტო არის. აი რო ფიქრობ აი ამაზე, როდესაც ფიქრობ და აი ამაზე ფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ლოგზუნგი იყო, რომ ღირსებით ევროპისკენ, რომ აი ღირსებით არის თურმე ეს, რომ შენ არგუმენტზე გიპასუხონ ჯარიმით, თუნდაც უკმეხ სიტყვაზე გიპასუხონ ჯარიმით, თუნდაც უკმეხ სიტყვაზე გიპასუხონ მუშტის დარტყმით, მხოლოდ და მხოლოდ და ეს ყველაფერი გაამართლონ, არ ვიცი, ქართველობით. რომ ქართველი კაცი ამას არ მოითმეს. ანუ ქართულ კაცს ათმენინებენ რეალურად ყველაფერს, რეალურად, ანუ პირდაპირ ეუბნებიან, რომ ჩვენ გავძარცვავთ ქვეყანას, ჩვენ დავაშორებთ ქვეყანას ყველანაირ თავის პერსპექტივას, არანაირად არ ვიზრუნებთ არც იმ ადამიანებზე, რომლებსაც რაღაცა შეიძლება სოციალური გაჭირვება ჰქონდეთ, არანაირად არ ვიზრუნებთ ჩვენს განათლებაზე, ყველაფერს გავაფუჭებთ და თუ თქვენ ხმას ამოიღებთ, ჩვენ გვექნება არგუმენტი, რომელსაც ქვია მუშტი და ციხე. ჯარიმა. ჯარიმა არანაკლები ხალხს ზოგ სამსახურს ერთად არა, უბრალოდ 5,000 ლარი და 3,000 ლარი დაჯარიმებენ და ნუ ასე ეფექტურად შეიძლება ცდილობენ რომ მოგუდონ აი ეს წინააღმდეგობა. რამდენად გამოზდის ეს მათ თქვენ? არ ვიცი მე როგორ გითხრათ, იცით რა არის შეიძლება მათ გაუჩნდეთ ილუზია, რომ რაღაცა დროის განმავლობაში ცოტა უფრო გაჩუმდა ხალხი, ვიდრე მათ ეჩვენებოდათ, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წინააღმდეგობა ჯერჯერობით არ ქრება და ეს წინააღმდეგობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის, ან რამდენიმე ათასეული ადამიანის ხუშტური. ეს წინააღმდეგობა არის გამოწვეული ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური და გლობალური პოლიტიკური შეცდომებისგან, რომელიც ძალიან მიზანმიმართულად დაუშვა ქართულმა ოცნებამ და იგი ვერანაირად ვერ ასწორებს ვერც ერთი მიმართულებით ამ შეცდომებს. ჯობია რომ მან რაღაცნაირად ეს გამოასწოროს და შეიძლება ხალხი ამაზე უფრო მეტად გაჩუმდეს, ხო? ანუ უბრალოდ რა არის, აი წარმოიდგინეთ, რა ხარ თქვენ გამოსწორებას რო აპირებდეს, მაშინ რეპრესიული მექანიზმები არ დაჭერდება, ხო? ელემენტარულად ისევ და ისევ, აი მაგალითად გალბატონი ელენე ხოშტარიას ამბავს, რომ დაუბრუნდეთ არანაირი გონივრული, თქვა დაფიქრება, გონივრული ნაბიჯი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გადაიდგა, სანამ მის ჯანმრთელობას ძალიან სერიოზული საფრთხე არ დაემუქრა და ეხლა გვეუბნებიან, რომ ხუჩაბაც გადაიყვანენ და ძალიან კარგია, რომ გადაიყვანენ თავისთავად, მაგრამ ანუ ისინი ვერანაირად ვერ აცნობიერებენ, იმდენად ჩაფლულები არიან აი ამ უარგუმენტო, დაფიქრების გარეშე საერთოდ მოქმედებაში, ანუ ბრძანებების შესრულებაში რეალურად, რომელიც მათ ზევიდან მოსდით, რომ ისინი არანაირად არ ფიქრობენ იმაზე, რომ შეიძლება ხვალ შეიცვალოს ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელშიც დღეს ჩვენ ვარ და ის აუცილებლად შეიძლება და აი ახლა რომ აბსოლუტურად თავისუფალნი არიან ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, უცბად ეს პასუხისმგებლობა მთელი სიმძიმით მათ დაატყდეს თავს და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც არის ის რომ თითქმის 1 წლის წინ გამოცხადებული ყველანაირი თანაგზნობის ნულოვანი თანაგზნობის პოლიტიკამ მართლა გაიდგა ფეხი ქართული ოცნების პოლიტიკაში თლიანად ისინი ცდილობენ რომ რაც შეიძლება თანაგზნობისგან დასრილი ადამიანობისგან დასრილი პოლიტიკა აწარმოონ და უნდა თქვათ რომ საზოგადოება ეს არის ადამიანების ერთობა და თუ ადამიანების ერთობას ადამიანობისგან დაცილ პოლიტიკას შესთავაზებ აუცილებლად შემოგიტრიალდებიან ეს ადამიანები და ბოლოს და ბოლოს მოგთხოვენ შენ პასუხს და ეს ასეც იქნება მათ ილუზია აქვს შექმნილი რომ აი ესეც უნდა ითქვას ხო მაგალითად აი ეს დაპირისპირება და ჩხუბი და დაკადაკა რომელიც მათ მოაწყეს არის რა რომ იმის გამო რომ მათ ვერც დომინირება მოახდინეს თუნდაც მათ მიერ წარმოებულ აი ამ რაღაცა სატელევიზიო დებატებში ანუ მათ ვერ დაჩაგრეს მაგალითად თავიანთი ოპონენტები აი მართლაც რო შეხედავთ აი ამ დებატებს შეიძლება მომხრეა ვიღაცა შეიძლება მოწინააღმდეგეა მაგრამ ყოველ ჯერზე ოცნების მაღალ ჩინოსნები სულ მუდმივად მარცხდებიან აი ამ დებატებში ძალიან ცუდად გამოიყურებიან მათ ვერაფერი ვერ მოახერხეს საგარეო ველში მათ ვერაფერი ვერ მოახერხეს სოციალური მიმართულებით და ამიტომ თქვენს რომ ჩვენ ახლა დავდგავთ წარმოდგენას რომელსაც ქვია როგორ ვჯობნით ჩვენ ოპოზიციას ყველაფერში
და ერთადერთი რაც მოიფიქრეს, რითიც შეეძლოთ, რომ თქვათ, მათ დაეჯავნათ ოპოზიცია, რომელიც თქვათ, მათთან აი ესე ყველაზე კონსტრუქციული იყო, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი კოჭი გაუგო რა, შეიძლება ითქვას. გახარიას პარტიამ ოცნებას მათთანაც კი არ მოისურვეს, რომ ნამდვილი დებატები ეწარმოებინათ, დაეჩაგრათ თუნდაც ან რაღაცნაირად მოეგოთ არგუმენტებით და ამიტომ აწიეს მუშტები და გადაწყვიტეს, რომ მუშტი არის ყველაზე დიდი არგუმენტი, მუშტი არის ყველაზე საუკეთესო პასუხი, რომელიც მათ შეუძლიათ გასცენ. კი ბატონო, აქედან რისი პასუხის საშუალება არსებობს ოპოზიციის მხრიდან. დღეს რა ვითარებაში არის ოპოზიცია, თქვენ რა ვითარებაში ხართ? ხო, ალიანსის არც ისე კარგი ტკბილი სიტუაცია, ხედავთ იქ შიგნით დაძაბულობა, სააკაშვილის ალტე რაღაც ყოველდღე ალიანსს ურტყამს. ალბათ დროის საკითხია მათი ალიანსიდან გასვლა. თქვენ გზაზეთ გახართ თავისუფლების მოედანი, რაღაც რეგიონებში დადიხართ. და ეს გაერთიანა ალიანსის კლუბში შეიქმნა რომ რაღაც ერთობა ყოფილიყო და რას ასხივებს დღეს ოპოზიცია? ასხივებს ოპოზიცია რამე ძალას, პერსპექტივას და ასე შემდეგ. ხო, მე გეთანხმები თქვენ, რომ თუ თქვათ რაღაცა ესეთი დაპირისპირება არსებობს ალიანსში, ეს ძალიან ცუდად ჩანს იმ ხალხის თვალში, რომელსაც იმედები ჰქონდა, თუმცა პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ თავისუფლების მოედანი იმედით უყურებდა და დღესაც იმედით უყურებს ალიანსს, როგორც პერსპექტივას იმისა, რომ ჩვენ საბოლოოდ როგორც ოპოზიცია შევთანხმდებით და თავდაუსხმელობის ფაქტი სუმცირე მაინც გვექნება ერთმანეთზე და როგორ იქნება ახლა მაგალითად რას გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობა, ეს ნაციონალური მოძრაობის შიდა საქმეა, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი გადაწყვეტილება მალე გამოჩნდება, რა იქნება და როგორ გააკეთებენ, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამავდროულად, რომ არანაირად აი ის პირველადი შეთანხმება, რომელიც ჩვენ გქონდა, რომ ერთმანეთს თავს არ დავსხმოდით და თუ შესაძლებელი იქნებოდა რაღაცებში დავხმარებოდით, ეს მაინც შენარჩუნდება, თუმცა ერთი რაღაცაა, რომ როდესაც თქვათ რაღაცა დაპირისპირება ან რაღაცა გაჭირვება, ესე რომ თქვათ, ქვეყანაში გლეხი ადამიანი მაინც არანაირად არ აჩერებს თავის სახნის და ჩვენ ზუსტად ამგვარი პრინციპით მოქმედებ თავისუფლების მოედანი, ჩვენ დავდივართ მთელ საქართველოში, ვიყავით ბათუმში კი არა მთელი აჭარა მოვიარეთ მთელი იმერეთი, ვიყავით კახეთში, აი სულ რამდენიმე დღეში ვაპირებთ, რომ 10 დღით, თითქმის 10 დღით ჩავიდეთ სამეგრელოში, მოვიაროთ მთელი სამეგრელო, დაველაპარაკოთ, გავაცნოთ ჩვენი თავი და ეს სულისკვეთება, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან როგორ ვთქვათ, ხო, ანუ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილნი, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ადამიანმა ამდენი იშრომოს, პარტიამ ამდენი იშრომოს და თავისი თავი არ გააცნოს თავის თანამოქალაქეებს, არ გაუზიაროს, არ მონახოს თავისი ხარდამჭერები და არ გაიზარდოს როგორც რაოდენობრივად, ასევე თავისთავად ხარისხობრივად უკეთესად მიხვდეს რაენით ელაპარაკოს ადამიანებს და როგორც გითხარით, ჩვენ მერე კიდევ გავაგრძელებთ მთლიანად მთელ საქართველოში სიარულს და არ დავნებდებით, იმიტომ რომ ჩვენ გვწამს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოცანა საერთოდ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებებისა და ჩვენი პოლიტიკის არის ის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ოცნების გარდა და თუნდაც ვთქვათ, ყველა აი ამ ესე რომ ვთქვათ, ტრადიციული, რომელსაც ყავს თავისი ამორჩეველი პარტიების გარდა არსებობს ძალიან კარგი ალტერნატივა და ალტერნატივებიც. ხო და აი ეს ალტერნატივას ამდენად ხედავს, ხო, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რაღაც ერთი ალტერნატივა დაინახოს და აქ მაინც ჯერ ისე აი ყველა რაღაც თითქოს ცოტა რომ დამიკონკრეტოთ. ანუ გულწრფობ იმას, რომ აი მაგალითად ადამიანს როცა ხვდები ქუჩაში, ისინი გეკითხებიან, რომ აი გავიგებთ, რომ ეხა რაღაცა ივანიშვილი და ასე, მაგრამ ვინა ვირჩიოთ, მისაგვირად ვინ მოდის მის მაგივრად. აი იცით რა საინტერესებს ვინ მოდის მის მაგივრად. იცით რა არის, არსებობს ეს გამონათქვამი, რომელსაც ქვია, რომ საქმემან შენმან გამოგაჩინოს და საერთოდ მთლიანად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკოსის მთავარი ამოცანა არის საქმე და არა სიტყვა. მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს არა, რა თქმა უნდა, აი როგორ არის განსხვავება რა არის ისეთ, აი პოლიტიკოსსა და ექსპერტ შორის განსხვავება არის ერთი რაღაცა. ექსპერტი ამბობს, რომ მივედი, ვნახე, ვილაპარაკე. პოლიტიკოსი ამბობს, მივედი, ვნახე, გავიმარჯვე, კარგი იქნება, რა თქმა უნდა, გავაკეთე.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტულ საქმეებს გამოვაჩენთ, გავაკეთებთ, გადავდგავთ და ვაჩვენებთ. იმიტომ რომ მე მაგალითად თქვენ თქვით, რომ მე ხალხი მხვდება და ვინ არის ალტერნატივა მეკითხება. თქვენ ამას გეკითხებიან და მე მაგალითად მეკითხებიან, რომ რას აკეთებთ. და ჩვენ ვაკეთებთ ჯერ პირველ რიგში იმას, რომ დავდივარ და ვაცნობთ ჩვენს თავს, ჩვენს სამომავლო ამორჩეველს და ამავდროულად ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პოლიტიკური განცხადებები, ბევრ რამეს გავაკეთებთ, ბევრ რამით გამოვიჩენთ თავს და უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ არის მთლად ესეთი უიმედო სიტუაცია, იმიტომ რომ საქმის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია. აი მაგალითად დუშენის ბავშვებზე, როდესაც იყო ამბავი, რამ გამოიწვია ეს ყველაზე დიდი გამარჯვება. გამარჯვება გამოიწვია იმან, რომ გამოჩნდა სტუდენტების ჯგუფი, რომელმაც რეალური საქმე გააკეთა. არა უბრალოდ მაგალითად გააპროტესტა ის უგულო პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა და აწარმოებს ქართული ოცნება. არამედ რეალური საქმე გააკეთა და შეაგროვა მაგალითად ფული. ჩვენ ყოველთვის აუცილებლად გადავდგავთ ნაბიჯებს, რომ რაღაცა კონკრეტული საქმეები გავაკეთოთ. ეს საქმეები აუცილებლად გამოჩნდება, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ აი როგორ გითხრათ, თქვენ რო ამბობთ, რომ აი ვის მივცეთ, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, რომ როდესაც პოლიტიკაზე მიდგება საუბარი, თქვენ ალბათ ეთქვით არა იმას, რომ ესენი კარგად ლაპარაკობენ, არამედ ეთქვით, რომ აი თქვენ ეს არის გზა, რომელიც საქმე ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება პარტიის საქმე რაში გამოიხატოს. ოპოზიციური პარტიის საქმე ჯერ პირველ რიგში არის ის, რომ მან თავი გამოიჩინოს, მეორეც ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მონახოს გზები, როგორ დაეხმაროს ამა თუ იმ პატარა ჯგუფს და დახმარების გზები თურმე არსებობს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს დახმარების გზები თუნდაც დუშენის მაგალითზე გამოჩნდა და ჩვენ ყოველ ნაბიჯზე უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ხელი როგორ გავუმართოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცი, სიმპათიური ადამიანები კი არ გვინდა ხელისუფლებაში, არამედ გვინდა ადამიანები, რომლებიც რაღაც ახალ ნაბიჯებს გადადგამენ და ეს ნაბიჯები კეთილდღეობაზე აისახება ადამიანებისა. შეიძლება ეს რაღაცა ძალიან მცირე რამე იყოს, ძალიან მცირე, შეიძლება ერთ ადამიანს გაუმართო ხელი, ან ერთ ოჯახს, ან რამდენიმე, არ ვიცი, რაღაც უბანს მიეხმარო რაღაცაში, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ თქვათ ჩვენ აი ესე წვეთ მარცვალ შევაგროვებთ და ვისწავლით როგორ ვიურთიერთოთ ადამიანებთან და ადამიანებთან ერთად ვაკეთოთ საქმეები, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ექნება აუცილებლად თავისი მომავალი. ახალი პარტია გამოჩნდა ოპოზიციურ ველზე ჯერ საქართველოს, რომლის თან თქვენ თავისუფლების მოედანს ჰქონდა შეხვედრა, არ ვიცი თქვენ პირადად ესწრებოდით თუ არა. კი, ვესწრებოდი. ხო არ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიძლება ახალი ალიანსები გაჩნდეს, ასე ვთქვათ, სხვა მხარეს. კი, უბრალოდ კი, ვამბობ იმას, რომ ჩვენ ვესწრებოდით და ჩვენ შევხვდით, ვილაპარაკეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ალიანსებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, უნდა გითხრათ, ანუ ვთქვათ, მაგათ ისეთ რაღაცაზე, რომ რაღაც საერთო სია, ან საერთო პროგრამა და ასე შემდეგ, ეს ძალიან რთულია, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პრინციპულები არ ვიყოთ იმ ნაბიჯებში, იმ ხედვებში, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვები, მაგალითად განათლებაში, მაგალითად უსაფრთხოებაში და ასე შემდეგ. ამას შეჯერება ჭირდება, ეს ერთი, მეორეც ჯერ კიდევ არა გვაქვს ჩვენ დასმული ერთმანეთისთვის, აი შეკითხვა გვინდა თუ არა. თუმცა ეს შეხვედრა, რომელიც ჩვენ თავისუფლების მოედნის ორგანიზებით იყო სხვათაშორის გაკეთებული, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ პირველ რიგში ახალმა პარტიებმა თავი გამოიჩინა. იმიტომ რომ ხშირად ხდება ესეთი რაღაცა, რომ აი ეს ძალიან ძველი ტრიუკია ოცნებისა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ორი პარტია არსებობს. ერთი არის ნაციონალური მოძრაობა და მეორე, უბრალოდ პირველები ვართ ჩვენ და მეორე არის ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა არავინ არ არის. და ხშირ შემთხვევაში მაგალითად თავისუფლების მოედანი იქნება თუ სხვა პარტიები მათი მხრიდან ან იგნორირებულია, ან ამბობენ, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ. ჩვენ შევიკრიბეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი, თქვით თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს. არა, მაინც ხო, უფრო საინტერესო არ იქნებოდა
აქეთ ცალკე არანაცური, ასე ვთქვათ, პარტიების ალიანსის გაკეთება. იცით რა, ვიდრე თქვათ რაღაც ალიანსში ყოფილ და მოქმედ ნაცებთან გაერთიანებული ხარ. ლათინურად კი არის რომ ფესტინალენტე, ანუ იჩქარენელა, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ ჩვენ ნუ დავიწყებთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს მანამდე, მაგრამ ჩვენ ეს შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, რომ ერთმანეთი გაგვეცნო პირველ რიგში და გაგვეგო რა ინტერესები, საერთო ინტერესები შეიძლება გქონდეს და ამ საერთო ინტერესების გარშემო როგორ შეგვიძლია რომ ერთმანეთს ხელი გავუმართოთ. თავისთავად ეს მოვლენა მინდა გითხრათ, რომ მე პირადად აი ამ შეხვედრამ ძალიან პოზიტიური განწყობა დამიტოვა, ძალიან დადებითი იყო ეს, იმიტომ რომ რეალურად ვიღაცას მეც არ ვიცნობდი, პირველად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, პირველად გავიცანეთ, პირველად ვკითხეთ თუ როგორი კონკრეტული პირველი ნაბიჯი იყოს გადაგება. კი, შეიძლება რაღაცა პირველი ნაბიჯები იყოს. ჩვენ ფრთხილად და ნელა გავაკეთებთ ამათ, არა იმიტომ რომ გვეშინია, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ თავისთავად ყოველ ნაბიჯს პოლიტიკაში აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მოყვება და არ გვინდა რომ უპასუხისმგებლობები ვიყოთ რომელიმე კომპონენტში მე პირადად გულშემატკივრობ რაღაც ახალ ალიანსს ცალკე, რომელიც შეიძლება ახალმა პარტიებმა შექმნათ, იმიტომ რომ ნუ ცალ-ცალკე არ გამოდის ჯერჯერობით არაფერი. ნაცებთან ერთადაც არ გამოდის, როგორც ხედავთ, რაიმე კონკრეტული ალიანსის შექმნა, ამიტომ იქნებ გამოვიდეს ცალკე. ნახოთ, ლევან შატბერაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავისუფლების მოედნის წევრი, ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე, მე გეშთხოვთ, ხამდე ხალხის ნახევარზე შეხვდებით ერთმანეთს.